მოგესალმებით, მე ვარ იან თაძე და თქვენ უყურებთ პოდკასტ ციტატა. პოდკასტის დღევანდელი ეპიზოდის ციტატა ასე ჟღერს: პრინციპები ბოლოს და ბოლოს უბსკროლისკენ მიაქანებს ადამიანებს. ციტატის ავტორია მე-19 საუკუნის ფრანგი მწერალი ვიქტორ ჰიუგო. ამ გამონათქვამა პირველი მოსმენისას უკიდურესად გამაოცა, როგორ თუ პრინციპები უბსკროლისკენ მიგვაქანებს, ესე იგი უპრინციპო ადამიანი გადარჩება და პრინციპული დაიღუპება? პრინციპი ლათინურად საფუძველს ნიშნავს და თუ ის საფუძველი მიგვაქანებს უბსკროლისკენ, რომელსაც მთელი ცხოვრება ვაშენებთ, მაშინ რაღაც უნდა დავეყრდნოთ. არადა ჰიუგო ამას გვეუბნება, ბოლოს და ბოლოს სწორედ ეგ საფუძველი დაგღუპავთო. ამ ციტატაზე ბევრი მიფიქრია და სანამ თხრობას გავაგრძელებ, მინდა შეგახსენოთ, რომ გამოიწეროთ ციტატა და შემომიერთდეთ აქ ამ პლატფორმაზე. იმისთვის, რომ მივხვდეთ, რას გულისხმობდა ვიქტორ ჰიუგო, როცა ამბობდა პრინციპები დაგღუპავთო, მინდა შეგახსენოთ რევა ზინანიშვილის ერთი გულში ჩამწტომი მოთხრობა, რომელსაც ქვია ლარა და ერთი ოჯახის ამბავს გვიყვება. ლარა ექიმია და თავის სტუდენტ ვაჟიშვილთან ერთად საცხოვრებელს შეიცვლის, ახალბინაში გადავა და ახალი მეზობლები ამბობენ, რომ ლარას მამა იყო ძალიან დიდი კაცი, რომელიც ამჟამად საპატიმროში იხდის ხანგრძლივ მრავალწლიან სასჯელს და ბარსაც ისე აღმოჩნდება, რომ გავა გარკვეული პერიოდი და ლარას მამას საპატიმროდან ათავისუფლებენ ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო, იმიტომ რომ ძალიან ცუდად არის. თხრობელი ლარას კარის მეზობელი გვიყვება, როგორ მოიყვანენ ამ კაცს მანქანით, როგორ გადმოიყვანენ მანქანიდან და დაწვრილებით არის აღწერილი მისი მდგომარეობა, რომ ეს ადამიანი ფაქტობრივად ცოცხალმკვდარია და უფრო მკვდარია ვიდრე ცოცხალი. მაგრამ ლარა და მისი შვილი ავადმყოფს თავს დასტრიალებენ, უვლიან, მოამჯობინებენ, ფეხზე დააყენებენ და შემდეგ იმდენად მოამჯობინებენ, რომ ეს კაცი გადაწყვეტს, რომ გარეთ მარტო გავიდეს, მართლაც გავა ქუჩაში, მაგრამ იქ დაეცემა და ვეღარ უშველიან, გარდაიცვლება. და იმისთვის, რომ გაარკვიონ ვინ არის, ჯიბეებს უსინჯავენ და ჯიბეში უპოვიან წერილს. ეს ნაპატიმრალი კაცი წერილში თავის რომელიღაც დიდ უფროს მოხსენებით ბარათს წერს და ეუბნება, რომ აი ის კვლავ აგრძელებს სამშობლოს სამსახურს და ამის დასტურად წერს, რომ ყავს ექიმი ქალიშვილი და სტუდენტი შვილიშვილი. და ეხლა წაგიკითხავთ ნაწყვეტს აი ამ ნაპატიმრალი კაცის წერილიდან. ეს დედაშვილი თითქმის ყოველ დღე დილა იქნება თუ საღამო იაპონური ტრანზისტორის მეშვეობით, რომელიც დედაშვილს საეჭვო გზით უნდა ჰქონდეთ შეძენილი მოსკოვში, უსმენენ ჩვენი ქვეყნისთვის მტრულ გადმოცემებს საზღვარგარეთიდან. მერე რა თქმა უნდა, ამ გადმოცემების შინაარს ავრცელებენ სამსახურში და ინსტიტუტში. ეს კი იწვევს ჩვენი ადამიანების მორალურ გახრწნას. ასეთი დანაშაულების წინააღმდეგ ყველამ უნდა იბრძოლოს, ყველამ, დიდმაც და პატარამაც. უშუალო დამნაშავენი კი დაუყოვნებლივ იზოლირებულნი უნდა იქმნენ ჩვენი საზოგადოებისგან პირველ რიგში, თუნდაც ჩემი შვილი და შვილიშვილი, თორემ მალე ალბათ გვიან იქნება, გვიან. ციტატის დასასრული. როდესაც რევაზინანიშვილი ამ მოთხრობას წერდა, დაახლოებით ალბათ იმას გულისხმობდა, რასაც ჩვენი დღევანდელი ციტატა ამბობს, რომ ზოგჯერ პრინციპებმა შეიძლება ადამიანობა დაგვაკარგინოს. მაგრამ ახლა პარადოქსს კი ამბობთ. ჟურნალ მასწავლებელში წავაწყდი ქართული ლიტერატურის მასწავლებლის წერილს, რომელიც გვიყვება, რომ 2013 წელს ეროვნულ გამოცდებზე შეუტანიათ რევაზინანიშვილის ეს მოთხრობა ლარა და სრულიად გაუთვალისწინებელი რამ მომხდარა. ციტატა: მახსოვს მაშინ განგაში ატყდა განათლების სფეროში, რადგან აბიტურიენტების დიდმა ნაწილმა ვერ გაიგო ნაწარმოები, წერლის მთავარი სათქმელი ვერ ამოიცნო, ვერ გაიაზრა კონტექსტი და ნაპატიმრალს საქციელი მოუწონა სამშობლოს უერთგულაო. ეს ნაწარმოები გახდა ლაკმუსის ქაღალდი იმისა, რომ რაღაცა სწორად და საკმარისად არ ვასწავლით. ციტატის დასასრული. ესე იგი ჩვენი ახალგაზრდების ნაწილმა
და უფრო ზუსტად თუ ვიტყვი, ჩვენი აბიტურიენტების დიდმა ნაწილმა პრინციპების ერთგულება ჩათვალა ადამიანის მთავარ ღირსებად, მთავარ მოწოდებად და მიიჩნია, რომ ეს ნაწარმოები, ეს მოთხრობა ლარა იყო სწორედ ამაზე დაწერილი, რა კარგია პრინციპების ერთგულება. ჟურნალ მასწავლებელში ეს წერილი შარშან გამოქვეყნდა და მე კი ვიქტორ ჰიუგოს დღევანდელი ციტატა, რომ თურმე პრინციპები უსკროლისკენ მიგვაქანებს, 6 წლის წინ კომენტარისთვის შევთავაზე 18 წლის გოგონას სოფო კევლიშვილს. სოფო საინტერესო ადამიანების პროექტის ყველაზე ახალგაზრდა სტუმარი იყო, კოლუმბიის უნივერსიტეტის პირველი კურსის სტუდენტი იყო, მაშინ და არ დადეგებზე იყო ჩამოსული საქართველოში და მას თითქოს ერთგვარი გამოცდა მოუწყო, რომ აბა თუ მართლა ასეთი მაგარი ხარ, ახლა გვითხრე პრინციპები რატომე როგორ გღუპავს მეთქი. და სოფოს პასუხის შემდეგ მის ინტელექტის ძალაც ვაღიარე და ეს პასუხიც დღემდე მახსოვს. ეხლა წაგიკითხავთ, როგორ მიპასუხა სოფომ ამ ციტატის კომენტირებისას. ვეთანხმები, იმიტომ რომ რაც უფრო მეტ ჩარჩოს მიუყენებ შენ თავს ხელოვნურად, მით უფრო ნაკლებად მოგეცემა წინსვლის საშუალება. პრინციპიც ალბათ ჩარჩო უფროა, რადგან ცალსახად სწორი და ცალსახად არასწორი იშვიათად გვხდება ცხოვრებაში. ერთი და იგივე რამ ერთ კონტექსტში შეიძლება სწორი იყოს, მაგრამ სხვა კონტექსტში არასწორი აღმოჩნდეს. როცა კონტექსტის გააზრების გარეშე მხოლოდ პრინციპებიდან გამომდინარე იღებ გადაწყვეტილებას, შეიძლება ძალიან ხშირად მცდარი აღმოჩნდე. საკუთარი თავის შეზღუდვას არ ვეთანხმები და ჯერა კონტექსტის. ციტატის დასასრული. სოფო კევლიშვილის ამ პასუხის შემდეგ ბევრი სტუმრისთვის მიკითხავს, თქვენთვის მთავარი პრინციპებია თუ ადამიანები მეთქი და ერთი შეხედვით შეიძლება ადვილი კითხვა, მაგრამ სინამდვილეში ადვილად საპასუხო კითხვა ნამდვილად არ არის. რა კი პრინციპები იმ საყრდენს წარმოადგენს და იმას ნიშნავს, რომლის საფუძველზეც ადამიანი მოქმედებს, ასეთი თუ ისეთი პრინციპები ყველას გვაქვს და ოღონდ ზოგი ადამიანი სწრაფად იცვლის პრინციპებს, ზოგი ნელა, მაგრამ მაინც იცვლის და ზოგი ჩაბღაუჭებულია სიცოცხლის ბოლომდე თავის პრინციპებს და ცდილობს, რომ არაფერი არ შეცვალოს. პრინციპების ხშირი ცვლა ყვარყვარეთ უთაფერს დაგვამსგავსებს, პრინციპებზე ჩაბღაუჭება ლარას მამას დაგვამსგავსებს და ამიტომ ჩემ კითხვაზე პრინციპებია მთავარი თუ ადამიანები, სწორი პასუხი ალბათ ის არის, რომ მთავარი არის კონტექსტი. პრინციპის გარეშე ადამიანი სხვების ჭკუაზე ცხოვრობს და ადამიანობის გარეშე არის უბრალოდ გაქვავებული და ორივე შემთხვევაში ადამიანი კარგავს საკუთარ ცხოვრებას და ასევე კარგავს ბედნიერების შესაძლებლობას. მხოლოდ კონტექსტი კარნახობს, როდის უნდა ავირჩიოთ პრინციპები, როდის ადამიანები და იმიტომ რომ თუ ყოველთვის ადამიანებს ავირჩევთ, მაშინ გამოვა, რომ პრინციპები, წესები, კანონები არაფერს არ ნიშნავს და ქაოსში აღმოჩნდებით და თუ ყოველთვის პრინციპებს ავირჩევთ, მაშინ გამოვა, რომ აი როგორც დღეს ხდება მაგალითად, რომ ტროტუარზე დგომა არის სახელმწიფოს უსაფრთხოების საკითხი თურმე და თუ ჩვენ გვინდა რომ ვიყოთ კანონმორჩილი მოქალაქეები, მაშინ ტროტუარზე საერთოდ არასდროს აღარ უნდა გავჩერდეთ. აი აქამდე შეიძლება მიგვიყვანოს პრინციპების მორჩილება. კიდევ ერთხელ ვიტყვი, რომ პრინციპებსა და ადამიანებს შორის არჩევანი კონტექსტის გარეშე ყოველთვის შეიძლება რომ მცდარი აღმოჩნდეს. ახლა ძალიან მოკლედ მინდა გიამბო თვითონ ვიქტორ ჰიუგომ თავის თხზულებაში საბრალონი როგორ გადაწყვიტა ეს დილემა ადამიანებსა და პრინციპებს შორის არჩევანის შესახებ. ამ რომანში არის ორი პერსონაჟი, რომელიც ერთმანეთთან არის დაპირისპირებული მთელი ამ ნაწარმოების განმავლობაში. ერთი არის ჟან ვალჟანი, რომელიც არის არეული კაცი, ყოფილი კატორღელი, კატორღიდან გამოქცეული და ერთხელაც ეს ადამიანი ეპისკოპოსის მხრიდან წააწყდება მისთვის აბსოლუტურად მოულოდნელ ნდობას და ჰუმანიზმს და ეპისკოპოსის ეს ქცევა იმდენად იმოქმედებს მასზე, რომ ეს ადამიანი აბსოლუტურად შეიცვლება და
გახდება ძალიან კეთილშობილი და სხვებზე მზრუნველი პიროვნება. და მეორე პერსონაჟი არის პოლიციის ინსპექტორი ჟავერი, რომელიც არის პრინციპული და აი ქვასავით მაგარი კაცი, შეუვალი, რომელსაც ვალჟანის დაჭერა და მისი საპატიმროში მოთავსება, მისი იზოლირება მიაჩნია უზენაეს სამართლიანობად. და ისე მოხდება, რომ აი ამ ჟავერს სიკვდილისაგან იხსნის და პირდაპირ აჩუქებს სიცოცხლეს ჟან ვალჟანი და შემდეგ მოვა დრო, როდესაც ჟავერმა ეს ვალჟანი კიდევ ერთხელ მორიგჯერზე უნდა დაიჭიროს და იცით რა ხდება? ესე იგი, თავისი პრინციპები ამ ადამიანს ჟავერს ეუბნება ინსპექტორს, რომ დასაჭერია ეს კაცი უნდა დაიჭიროს და სინდისი აღარ აძლევს მისი დაჭერის უფლებას, იმიტომ რომ ამ კაცმა სიცოცხლე აჩუქა. და ესე იგი, ეს ჟავერი ინსპექტორი, რომელიც მთელი ცხოვრება იყო დარწმუნებული, რომ კანონის აღსრულება არის აი უზენაესი კეთილშობილური საქციელი, ხო? ეჯახება ამ დილემას. პრინციპი აირჩიოს თუ ადამიანი აირჩიოს? დაიჭიროს ეს კაცი, რომელმაც სიცოცხლე აჩუქა, თუ გაუშვას? და იმის გამო, რომ ამ დილემას ვერ ჭრის, ჟავერი თვითონ ხტება მდინარე სცენაში და თავს იკლავს. წარმოიდგინეთ, როგორი ამბავია. ალბათ აი ესეთ დილემურ საკითხზე მიღებულ გადაწყვეტილებასაც გულისხმობდა თავის დროზე ვიქტორ ჰიუგო, როცა აი ამ ციტატას წერდა, რომ პრინციპები ადამიანს უფსკვლისკენ მიაქანებს. რა თქმა უნდა, არც მხოლოდ პრინციპებია მიმზიდველი ადამიანის გარეშე და არც ისეთი ადამიანი არ არის მიმზიდველი, რომელსაც პრინციპები არ გააჩნია და უპრინციპოა. შინაგანი რესურსის მქონე ადამიანები ყოველთვის ფეხს უწყობენ ცხოვრებას, ცხოვრების გამოწვევებს თვალებში უყურებენ და ცვლიან ბევრ რამეს თავის თავში, მათ შორის იცვლიან პრინციპებსაც და ამის მაგალითი ჩვენთვის ვაჟა-ფშაველას პერსონაჟები არიან მაგალითად. და ეხლა მინდა რომ დღევანდელ საქართველოში დავბრუნდე და ვთქვა, რომ დღეს ჩვენი ქვეყნის დიდი პრობლემა ის არის, რომ გადაწყვეტილებებს ის ადამიანები იღებენ, რომლებიც არიან კერკეტი კაკალივით გაუტეხლები და ყოველნაირი დათმობა ჰუმანიზმის სასარგებლოდ, დაუშვათ კონტექსტის სასარგებლოდ, მათ მიაჩნიათ ძალიან დიდ პრობლემად და მიაჩნიათ თავის სისუსტედ. და ჟან ვალჟანის ხო არაფერი არ ცხიათ და ჟავერსაც არაფრით არ გვანან, ახლოსაც კი არ არიან მასთან. და იქნება ამიტომაც ზუსტად ეს სცენი პირდაპირ ხდებიან იმ ჩარჩოში, რომელსაც დღევანდელი ციტატა მიუთითებს, რომ აი ესეთი ადამიანები უფსკრულში იჩეხებიან ბოლოს სწორედ თავისი პრინციპების ერთგულების გამო, როცა აი კერკეტი კაკალივით არაფერს არ უყურებენ და მარტო რაღაც პრინციპები აქვს ამოჩემებული, ამას მიყვებიან. დღეს ამით ვამთავრებ ამ დიდებული ციტატის კომენტარს და გადაცემის ბოლოს კიდევ ერთხელ შეგახსენებთ, რომ გამოიწეროთ ციტატა და რა თქმა უნდა ტრადიციულად მადლობა ყველას, ვინც ჩემთან ერთად ხართ.